მოგესალმებით, გავუსწრება სინდისის პატიმრებს და პირველ რიგში მე მინდა ყველა ქრისტიანს, ვინც დღევანდელ დღეს აღნიშნავს მიულოცო ქრისტეშობის დღესასწაული. რაც შეეხება საკითხს ერთობის შესახებ, თვითონ სიტყვა ერთობაც მე მგონი უკვე არაერთგვაროვნად აღიქმება საზოგადოებაში და არ მინდა რომ რაიმე არასწორი ან რეალობისგან დაშორებული აღქმა ჰქონდეს ვინმეს და სწორი მნიშვნელობა მივანიჭოთ იმას, რაზეც ვსაუბრობთ, როდესაც სიტყვა ერთიანობაზე გვაქვს ჩვენ დისკუსიები ერთიანობის გარშემო. ახლა მესმის რომ ზურა გირჩი ჯაფარიძე, რომელიც ახლად გამოსულია ციხიდან, რომელიც მართავს შეხვედრებს, ეს იწვევს თქვენს და საზოგადოების ინტერესსაც. ჩვენც შევხვდით, არაფორმალური შეხვედრა გქონდა ზურა ჯაფარიძესთან. პირველ რიგში მე მას ულოცავ გათავისუფლებას თქვენი ეთერითაც, მის ყველა ოჯახის წევრსა და მეგობარს და საზოგადოებას. ყველა სინდისის პატიმარი, ყველა პოლიტიკური ლიდერი, ვინც არის ივანიშვილის ტყვე, აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს. მე პირადადაც შევხვდი ზურას ვნახე აქციაზე, რუსთაველზე, გენერალური მდივანი ლელოსი ირაკლი კუპრაძე მას ასევე შეხვდა. ზოგადად, რა თქმა უნდა, საუბარი ერთიან სტრატეგიაზე ყოველთვის მიგვაჩნდა ჩვენ ძლიერ საქართველოს ლელოს მნიშვნელოვნად. გახსოვთ თქვენ ჯერ კიდევ გასულ წელს ხო, როდესაც დაიწყო წინააღმდეგობის მოძრაობა მიტაცებული არჩევნების შემდეგ, მას შემდეგ რაც კობახიძემ გამოაცხადა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერების შესახებ, გქონდა ჩვენ მამუკა ხაზარაძეს პერსონალურად გქონდა ესეთი ინიციატივა, რომელზეც თავდაპირველად იყო თანხმობა სახალხო პარლამენტის ხო მაგალითად. რაღაც პირობითი სახელი იყო ეს, ბუნებრივია, იყო ერთი შეხვედრაც გახსოვთ ის ცნობილი ქორთიად მარიოტში ტიტუშკები რომ დაახვედრეს და ზონდერები ქართული ოცნების წარმომადგენლებმა. იყო ჩვენ ვიყავით ქართული ქარტიის ხელმომწერები, ვიყავით სალომე ზურაბიშვილის ფორმატში თვეების განმავლობაში, მაშინაც კი სხვადასხვა პერიოდში, როდესაც აქტიური მუშაობა მიმდინარეობდა და მაშინაც როდესაც სხვა მნიშვნელოვანმა პოლიტიკურმა აქტორებმა, პოლიტიკურმა პარტიებმა დატოვეს ეს ფორმატი. ჩვენ 4 ოქტომბრის არჩევნებში გასვლაც ამ წინაპირობით გქონდა და გახსოვთ თქვენ ზაფხულში კონსულტაციები, შეთავაზებები, რომ ერთიანი ფრონტით გავსულიყავით იმ ბრძოლაში, იმ დე-ფაქტო არჩევნებში, ასევე მეორე მხარეს რომ ბოიკოტშიც თუ იქნებოდა გადაწყვეტილება მიღებული, იქაც ერთად გავსულიყავით, უბრალოდ სხვა მიზეზების გამო. ახლა მომავალში გიორგი უნდა ველოდოთ თუ არა კონკრეტულ გადაწყვეტილებას, რაღაც ტიპის ნაბიჯების საჯაროდ გასაჯაროებას და ასე შემდეგ. რატომ ვისაუბრე, რატომ შევახსენე საზოგადოებას, ჩვენი პარტიის პოზიცია გაინტერესებთ ბუნებრივია ამ შემთხვევაში, ჩვენი კოალიციის ერთიანი ძალებით დაპირისპირება ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ, აი ამ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ, ამ მოღალატეობრივი რეჟიმის წინააღმდეგ, რომელსაც სათავეში უდგას ივანიშვილი და ივანიშვილს, რომელსაც უკან უდგას რუსეთი, არის ძალიან მარტივი ჭეშმარიტება და მიგვაჩნია ჩვენ აუცილებლობა. თქონდ, როგორი კონტურები ექნება ამ ერთიანობას, რა ფორმა ექნება, ამაზე საუბარი ჯერ არის ჯერ ერთი ნაადრევი და მე არ მგონია რომ ვინმეს ჰქონდეს რაიმე კონკრეტული მზა რეცეპტი ან თუნდაც შემოთავაზება. ეს არის ძალიან საწყისი ტიპის მოლაპარაკებები. ჩვენ ზურა ჯაფარიძეს ჩვენ ძალიან დიდ პატივს ვცემთ, პიროვნულად მეგობრობთ და მასთან სხვა მომავალში სხვა ბევრი შეხვედრა გვექნება საქმიანი მათ შორის, თუმცა არ მინდა რომ საზოგადოებამ ახლა იფიქროს რომ აქ საუბარი არის რაღაცა ან პარტიულ შერწყმაზე, მით უმეტეს, როდესაც ახლა ჩვენ არ ვიცით მთავარი პოლიტიკური პარტიები აიგრძალებიან და უდიდესი ალბათობით აიგრძალებიან მიუხედავად იმისა, რომ უკვე გავიდა საკმაო ხანი პროცედურებისთვის და არანაირი რაიმე ჩამიჩუმი არ ისმის საკონსტიტუციო სასამართლოსგან, უკვე თვეზე მეტია ხო, შეტანილი არის სარჩელი, 2 თვე არის რაც შეტანილი აქვს სარჩელი პარტიების აკრძალვის, ისევე როგორც ჩვენ გვაქვს გასაჩივრებული ანტიკონსტიტუციური კანონმდებლობა, რომელთაც აპირებენ ისინი პარტიების აკრძალვას. ბევრი რამ არის კითხვის ნიშნის ქვეშ. ჩვენი პოზიცია არის მკაფიო, თუ სწორი ზოგადად ერთიანი სტრატეგია არის მნიშვნელოვანი, კონკრეტულ მიზანზე ორიენტირებული და აქ მნიშვნელოვნად მიგვაჩნია დიალოგის მომხრენი. ყოველთვის ვართ,
მაგრამ არ გვინდა წინასწარ ვინმეს ეგონოს, საზოგადოებას ეგონოს, რომ ეს ნიშნავს რაიმე ტიპის ერთიან პოლიტიკურ ძალად ფორმირებას ან კონკრეტულ ნაბიჯებს რაღაც ან არჩევნების მიმართულებით ან რაიმე სხვა მიმართულებით მით უმეტეს თუ ამას ექნება რაღაცა ისეთი წინაპირობები რომ რაღაცა შეცდომებზე ყველამ უნდა ვისაუბროთ მათ შორის ჩვენც და ყოველთვის ვისაუბრობთ ხოლმე მაგრამ ვიღაცამ რაღაცა აღიაროს მოინანიოს და ასე შემდეგ ესეთი რაღაცები იქნება ბუნებრივია მიუღებელი თუმცა ზურა გირჩი ჯაფარიძის ინიციატივა და სურვილი არის აბსოლუტურად მისასალმებელი, ისევე როგორც ჩვენ ამ იდეის გარშემო ვიყავით თანმიმდევრული ბოლო 1 წლის განმავლობაში, როგორც მინიმუმ. გამოვიხმაუროთ ლილუაშვილის დაპატიმრებასაც ეს რა სიგნალი იყო თქვენი აზრით საზოგადოებისთვის ივანიშვილის მხრიდან, რატომ ახლა და რატომ ლილუაშვილი თქვენი აზრით რა არის აქ მთავარი ის რომ ბიძინა ივანიშვილი კორუფციასთან მებრძოლია და ახლა ამ იმის არგებს კობახიძეს თუ ისეთი რამ დააშავა უპატიებელი ლილუაშვილმა რომ მას ემუქრება 15 წლამდე პატიმრობა. ხო, ლილუაშვილმა დააშავა და სხვები მამა აბრამის პატკნები არიან თითქოს ქართულ ოცნებაში და თითქოს კორუფცია, რომელიც ნამდვილად არათუ არსებობს, არამედ უპრეცედენტო მასშტაბზე არის აყვანილი, განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში ქართული ოცნების მმართველობის დროს, ხო? ეს არის წარმოუდგენელი დიაპაზონი, რაც აქვს კორუფციას ამ ქვეყანაში. არ ვიცი, როდის ყოფილა ეს სხვა დროს გამჯდარი როგორც სახელმწიფოს ყველა რგოლში, ყველა სფეროში, ასევე კონცენტრირებული ძალიან მაღალ დონეზე, როგორც თანამდებობის პირების ჩართულობით, ასევე სხვა დაახლოებული პირების. და პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილის. ბიძინა ივანიშვილი არის როგორც რეჟიმის შემოქმედი და ამ რეჟიმის თანმდევი და განუყოფელი ნაწილი არის ეს კორუფცია, შესაბამისად ის არის მასთან დაკავშირებული. ასევე უნდა გავითვალისწინოთ, რომ დიახ, ივანიშვილი ავტოკრატია, მაგრამ მას აქვს თავისი ხელწერაც, რაც განსაკუთრებულს არ ხდის მას სხვა დიქტატორებისაგან, ის რაღაც ერთი მიზნით არ მოქმედებს ხოლმე და არ დგამს ნაბიჯებს. ხშირად ცდილობს, რომ ორი კურდღელი დაიჭიროს. რა თქმა უნდა, ძალიან ახლოს დგას ლოგიკასთან, ხო, რომ ამ დროს წინა საახალწლოდ, როდესაც ამდენი რამ დაგროვებული არის საზოგადოებაში ქიმიური მოწამვლის საქმე, ხო, ეს უპრეცედენტო მასშტაბის სკანდალი, რომელიც დამოკლეს მახვილივით არის დაკიდებული ახლა ქართული ოცნების თავზე გამომდინარე იქიდან რომ ასეთი დიდი არის საერთაშორისო რეზონანსი და ფოკუსში მოხვდნენ აქ კორუფციის სხვა შემთხვევები ხო რომელიც თვით ილუსტრაციაა ქართული ოცნების ერთი მხრივ განათლების რეფორმა ხო არაბული ინვესტიციები ეს საკითხები არის იმ პოლიტიკური კრიზისიდან გამომდინარე კიდევ ცალკე ბოლო პერიოდში მომხდარი ამის გადაფარვა უნდათ ერთი მხრივ რა თქმა უნდა ეს არის კლანური დაპირისპირებები მაგრამ მე არ მგონია რომ ლილუაშვილის კონკრეტულად ახლა ამ დროს რაღაცა სამართლებრივი სამხილის გამო მომხდარიყო მისი პასუხისგებაში მიცემა რა თქმა უნდა ისიც უნდა გავითვალისწინოთ რომ აქ ყოველთვის რაღაც პრაგმატული მარცვალი არ უნდა ვეძიოთ ივანიშვილის ქმედებებში ხშირად არის ხოლმე ის პარანოიული სარჩულები რომელთაც ის გამორჩეული ყოფილა წარსულშიც მათ შორის თავისი თანაგუნდელების და ვეზირების მიმართ და ერთი კარგი რაც არის ალბათ რომ სხვებიც არ იქნებიან მშვიდად ისევ ქართული ოცნების წიაღში მათაც ყოველთვის შეიძლება დაემუქროთ საფრთხე მათივე რეჟიმის პირობებში სანამ რეჟიმი ჯერ არსებობს და შემდეგ როდესაც შეიცვლება და ჩვენ ნორმალურ ქვეყანას დავიმკვიდრებთ მე რა თქმა უნდა ყველა აუცილებლად მიეცემა პასუხისგებაში